ყველაზე მეტ საქართველოში თურქები და ევროპელები ხარჯავენ, თუმცა მალე იაპონელები დაიძვრებიან, რასაც დიდ იმედებს უკავშირებენ. ტურისტთა ფულის დიდი ნაწილი ამჟამად ავიაკომპანიებს მიაქვთ და მათ შორის უფრო ნაკლები აიძენას ბაზარზე კონკურენცია იზრდება. Turkish Airlines უკვე დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია და მსოფლიო ლიდერობასაც უმიზნებს. ნახავთ, როგორ აპირებს ამას ავიაკომპანია. მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და დიახ, მე გესაუბრებით ბიზნესზე. მოგესალმებით რუსთავი ორზე და რადიო ფორტუნაზეც. იაპონელები კიდევ ერთ შანსს აძლევენ ქართულ ტურისტულ ბაზარს და მასობრივად შემოსვლას გეგმავენ. წინაური მცდელობა მათთვის ცუდად დამთავრდა, ერთხელ საბაგირო ტრამვაი ჩამოუწყდათ, გვახსოვს, მეორედ კი მთაში გაქორტეს. იაპონელ ჟურნალისტთა და ექსპერტთა ჯგუფი დღეს თბილისშია, რომ უკან სრული ინფორმაცია წაიღონ. იაპონიაში ქართველებსაც წაიყვანენ, რომ იქაური ტურისტების დახვედრა ასწავლონ. იაპონელი ჟურნალისტები ახალ ტურისტულ მიმართულებას იკვლევენ. 10 კაციანი დელეგაცია საქართველოს 3 დღით ესტუმრა. მიზანი ადგილობრივი სიტუაციის შესწავლა და ტურისტულ ობიექტებზე სტატიების მომზადებაა, რომელსაც აზიელი მოგზაურები გაეცნობიან. იაპონელები მოგზაური ერია, ჩვენ გამუდმებით ვეძებთ ახალ ადგილებს და ახალ კულტურას. საქართველოში დაახლოებით 10 წლის წინ ვიყავით. მას შემდეგ სიტუაცია ძალიან შეცვლილი მეჩვენება. უსაფრთხოების დონე და ინფრასტრუქტურა აშკარად გამოსწორებულია. თბილისის გარდა იაპონელები კახეთს, ცხეთას, გორსა და ყაზბეგს მოინახულებენ. კულტურულ ძეგლებთან ერთად მათ ბუნება და ეროვნული პარკების ტურისტული პოტენციალიც აინტერესებთ. გათვლას ძირითადად დაბალ ბიუჯეტიან მოგზაურებზე გააკეთებენ, რის გამოც საოჯახო სასტუმროების მომსახურების დონეს და ფასებს გაეცნობიან. ჩვენ ადგილობრივი არქიტექტურა გვაინტერესებს. დილით გრემში ვიყავით. დარწმუნებული ვარ, იაპონელ ტურისტებს ქვაში გამოკვეთილი ჩუქურთმები ძალიან მოხიბლავს. ძირითადად პენსიაზე გასვლის შემდეგ მოგზაურობთ. უცხო ქვეყნებში ახალგაზრდებიც ხშირად დადიან. თუმცა მათ იქ უფრო იაფი ტურისტული პაკეტები, საოჯახო სასტუმროები და ზურგჩანთებით ტყეში ხეტიალი მოსწონთ. პრეს-ტურის მონაწილეები საქართველოს გარდა აზერბაიჯანს, უკრაინასა და მოლდოვასაც ეწვევიან. შთაბეჭდილებები და რჩევები მოგზაურობისთვის იაპონურ ჟურნალ-გაზეთებში მომავალი თვიდან დაიბეჭდება. იაპონელები მსოფლიოში ყველაზე მეტად მოგზაურობენ, სხვებზე მეცაც ხარჯავენ და ამდენად ყველაზე სასურველი სტუმრებიც არიან, თუმცა ამჟამად ეს სტატუსი ჩვენთან ევროპელებს აქვთ და თურქებს, ისინი ყველაზე მეტხანს რჩებიან, აქ და მეცაც ხარჯავენ. სტატისტიკურ დეტალებზე საუბარში ახლა მაია სიდამონიძე, ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი შემოგვიერთება. მოგესალმებით მაია. და გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე, ძალიან საინტერესო სტატისტიკა გაქვთ. თუ შევხედავთ პირველ გრაფიკს, რაც ხანგრძლივობა სწორედ ვიზიტების და ცხადი რაც მეტხანს დააყობს ტურისტი, მით მეტს დაახარჯავს. ხედავთ რომ ყველაზე მეტი დიდხანს რჩებიან სწორედ ევროპელები და აზიელებიც მათ შორის. საერთოდ მსოფლიოში ესეთი ტენდენცია არის, რომ მეზობელი ქვეყნებიდან უფრო მოკლე ხნით ჩამოდიან, მაგრამ უფრო ხშირად და როცა ჩამოდიან ევროპიდან ან შორეული ქვეყნებიდან, ისინი უფრო წინასწარ გეგმავენ და ხანგრძლივად თავიანთ მოგზაურობას იქიდან გამომდინარე, რომ უფრო შორს მდებარეობთ მეორე საკითხია, რომ თქვათ ფულის თვალსაზრისით რა უფრო მომგებიანია, თქვათ მოკლე ვადაში ბევრი დახარჯონ და დავახარჯინოთ, თუ თქვათ გრძელ ვადაში იმდენივე ან იქნებ უფრო მეტი და თუ მეორე გრაფიკზეც გადავალთ, ხედავთ რომ თურქები მიუხედავად იმისა, რომ მათი 47% მხოლოდ ერთი დღე რჩება საქართველოში, მაინც ყველაზე მეც 409 მილიონ ლარს ხარჯავენ ყოველწლიურად, წელიწადში, ბოლო ერთ წელიწადში. მაშინ როცა ვთქვათ იგივე ევროპელები, რომლებიც ყველაზე მეტხანს 6-7 დღე რჩებიან, მათი ნაწილი ხარჯავენ ცოტა ნაკლებს 276, ბოდიში 320 მილიონს. რა თქმა უნდა, ბაზრები განსხვავდება თავიანთი მხარჯველ უნარიანობით. ამჟამად რა თქმა უნდა, თურქეთი რაოდენობითაც და მხარჯველ უნარიანობითაც გამოირჩევა დღევანდელ დღეს საქართველოსთვის, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადობა დარჩენის ხანგრძლივობის მხრივ, რაშიც ევროპაც ლიდერი არის და მეორეც მხრივ, რა თქმა უნდა, დანახარჯებიც ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა, მაგალითად ბრიტანეთიდან და გერმანიიდან უფრო დიდი არის, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან და სწორედ სეგმენტაციის დროს ჩვენ ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაძლევთ. და ეს ტენდენცია ძალიან კარგად ჩანს უკვე აი ამ შემდეგ გრაფიკზე, რომელიც გვაჩვენებს, რომ ხარჯების მიხედვით როგორ ნაწილდება, ვინც აეროპორტი, ანუ
გადამზიდი გამოიყენა ჩამოსასვლელად ხარჯავენ თითქმის 80% მთელი ხარჯების და სახმელეთო საზღვარი ვინც გადმოლახა, ესენი ალბათ ძირითადად სომხები იგულისხმებიან, იმიტომ რომ ზღვის სეზონზე ძალიან ბევრი ჩამოდის, მაგრამ ხარჯავენ ძალიან ცოტას. და თუ აგრეთვე ხარჯების სტრუქტურა შევხედოთ, რაც ასევე ძალიან საინტერესოა, მოლოდინი ჩემი იყო, რომ სასტუმროები იქნებოდა ყველაზე შემოსავლიანი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულაც არა, ყველაზე მეც ტურისტებს ახარჯინებენ რესტორნები, ნუ ყოველ შემთხვევაში საკვები, კვება, სმაჭამის ბიზნესი, ესე რომ ვთქვათ, მარტივად. ტურიზმის ინდუსტრიაში რეალურად ტურისტების ყველაზე დიდი დანახარჯი ყოველთვის მიდის გასართობი ინდუსტრიაზე და საკვები ობიექტებზე და ჩვენ არც გაკვირვებია რეალურად რომ ეს შედეგი მივიღეთ. ძალიან დიდი დაინტერესებაა ასევე შოპინგზე, რაც უფრო მეტი მაღაზია იხსნება დღევანდელ დღეს საქართველოში. უმრავლესი დანახარჯი ალბათ როგორც ადგილობრივებისგან, ასევე ტურისტებისგან. ალბათ თეორიულად, იმიტომ რომ პრაქტიკაში ჩვენ ხედავთ, რომ კი, მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია შოპინგსაც და გართობასაც, მაგრამ მათი წილი ჯერ საერთოდ რომ დავაჯამოთ, სმაჭამას ჩამოუვარდება. ანუ რეალურად აქ ზრდის სერიოზული პოტენციალია. ნამდვილად და თან სმაჭამა პირველ რიგში პირველ ადგილას არის, იმიტომ რომ კვლევების მიხედვით კიდევ აქ ჩამოსული ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაინტერესება არის ჩვენი საჭმელი, ანუ სამზარეულო და ღვინო. და ეხლა ველოდებით ახალ ბაზრის გახსნას იაპონიის სახით. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ იმასთან დაკავშირებით, ყველაზე ხარჯველი და შემოსავლიანი ტურისტები და ყველაზე მეტად მოგზაური შემოვლენ ამ ქართულ ბაზარზე? შორეული ბაზრები უფრო და უფრო იხსნება დღევანდელ დღეს საქართველოსთვის, განსაკუთრებით იაპონელები გამოირჩევიან მოგზაურობის სიხშირითაც და მაღალმხარჯველ უნარიანობითაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, ღირებული ბაზარი არის აბსოლუტურად ყველა ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა ჩვენ მუშაობთ იმაზე რომ მომავალში უფრო მეტი იაპონელი ტურისტი ჩამოვყვანოთ აქ. ისინი ამ ეტაპზე რა პირი უჩენს, ასე ვთქვათ, რაზეა საუბარი, სად ვართ, რა ეტაპზე ვართ? ამ ეტაპზე მზარდი ბაზარი არის, თუმცა ერთი თავისებურება აქვს იაპონელ ტურისტებს, ისინი როცა მოგზაურობენ, ურჩევნიათ რომ რამოდენიმე ქვეყანა მოინახულონ ერთად, ვინაიდან საკმაოდ შორიგზიდან უწევთ ასე ვთქვათ ჩამოსვლა. აქედან გამომდინარე ჩვენ მუშაობთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან რომ შევთავაზოთ მათ საერთო ტურისტული პაკეტები, რომ ჩამოდიან, კონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ასევე გადავიდნენ თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში. ამ შემთხვევაში კონკურენციიდან თანამშრომლობაზე საუბარი. რა თქმა უნდა, როცა ინტერესი საერთო არის ნამდვილად. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა მოკლე, მაგრამ ძალიან შინაარსიანი ანალიზისთვის. ძალიან არასასურველია, რომ ტურისტული შემოსავლების ძალიან დიდი წილი ამჟამად ავიაკომპანიებს მიაქვთ. ბილეთები ძვირია, თუმცა უნდა გაიაფთეს, რადგან კონკურენცია ქართულ ბაზარზე წელს ძალიან სწრაფად იზრდება. იქ ესტონური, ბერძნული, ირანული, ჩინური, იტალიური, ყატარისა და დუბაის ავიაკომპანიები შემოვიდნენ. ამ თვის ბოლოდან კი რუსული სიბირი, რომელიც აქამდე თბილისი-მოსკოვის რეისს ასრულებდა მხოლოდ ბათუმიდანაც იწყებს ფრენას. კომპანია გათვალს რუს ტურისტებზე აკეთებს, რომლებსაც ზღვის სეზონზე ბათუმში ჩაიყვანს ორმხრივი ბილეთი 800 ლარი ეღირება. მას შემდეგ რაც სამხრივად გაუქმდა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, აშკარად იმატა რუსი ტურისტების ნაკადმა. აქედან გამომდინარე, ჩვენი კომპანიამ გადაწყვიტა დაუმატოს რეისები, ანუ ყოველდღე გვექნება თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისები და ასევე გვექნება 31 მაისიდან ვუმატებთ თბილისი-მოსკოვი-ბათუმის რეისს. ძირითადად გათვლა გვაქვს ტურისტებზე, ბილეთები იყიდებაო ძირითადად იქით-აქეთ მიმართულებით მოსკოვში, რაც იმას მეტყველებს, რომ ძალიან დიდია დაინტერესება რუსი ტურისტების ბათუმით. ქართულ ბაზარზე და არა მხოლოდ პოზიციებს სწრაფად იმყარებს Turkish Airlines-ი, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიაა. 6 წელი დაჭირდა Turkish Airlines, რომ ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ავიაკომპანიიდან ყველაზე სასურველად ქცეულიყო. ეს შარშან Star Trek-ის ავტორიტეტულმა გამოკითხვამ დაადასტურა. ციფრებზე დაყრდნობით კი ის ამჟამად მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიაა, ზრდის 15%-იანი წლიური მაჩვენებლით. ამ 6 წელიწადში ყველაფერი შეიცვალა, სერვისით, წვრთნაც, პერსონალით, რომელიც ახლა გაცილებით ახალგაზრდაა და გაცილებით მოტივირებული. მე მე-6 წელია კომპანიაში ვმუშაობ და ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ვარ. მე კი მხოლოდ 2 წელია რაც კომპანიაში ვარ და მიხარია რომ უკვე შემიძლია ბიზნეს კლასშიც ვიმუშაო. კომპანიის მიდგომა, ყოველი ბორტგამცილებელი იმდენად კარგი უნდა იყოს, რომ ორივე კლასის სალონში შეძლოს მუშაობა. ბიზნეს კლასში მუშაობა გაცილებით რთულია. იქ თითოეული მგზავრის სურვილს უნდა მოერგო. ამ გზავრმა ჩაჯდომისთანავე შამპანური მოისურვა და მიიღებს კიდეც.
დრამატული ცვლილებები ავიაკომპანიაში 2006 წელს დაიწყო, როდესაც სახელმწიფომ იქ თავისი 51%-იანი წილი გაყიდა. ავიაბორტზე ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი, რითაც მომხმარებლის დაკმაყოფილება ხდება, რა თქმა უნდა, საკვებია. Turkish Airlines-ის პარტნიორი კომპანია DOCO აი აქ ოპერირებს ამ ოფისში. აქ დღეღამეში 120,000 კერძი იწარმოება 60 ავიაკომპანიისთვის. სხვათა შორის არა მარტო ავიაკომპანიებისთვის, Formula 1-ის შეჯიბრებებსაც ეს კომპანია ემსახურება. აქ არის სიმულატორი, სადაც ბაიერები მოდიან ავიაკომპანიების სახით და მათ ასინჯებენ, რას თავაზობს კომპანია თავისი მგზავრებისთვის. აქვე გადიან წვრთნას ბორტგამცილებლებიც, სწავლობენ როგორ მოამზადონ და მიართვან მგზავრს სხვადასხვა კერძი. მენიუ ყოველი რეისისთვის ცალკე იქმნება, მოსალოდნელ მგზავრთა ნიუანსების გათვალისწინებით. სიმულატორი კლუბ რესტორანს გავს, სადაც ყველა ვერ მოხვდება, თუმცა ვისაც შეიპატიჟებენ, ყველაზე მრავალფეროვანი მენიუ და უცნაური ინტერიერი ელის. პერსონალი ერთმანეთს 24 საათის განმავლობაში ენაცვლება და თითო ჯერზე შესასვლელში მათი 200 კაციანი რიგი დგება. ჩვენ არა მხოლოდ ვქმნით პროდუქტს, არამედ ვცდილობთ, რომ მის შესახებ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა შეიტყოს. გასულ ერთ წელიწადში სარეკლამო ხარჯები 70%-ით გავზარდეთ, რასაც ამ კრიზისში ვერც ერთი ჩვენი კონკურენტი ვერ ახერხებს. ჩვენ ვასპონსორებთ ფესტივალებს, კინოს, სპორტს, მათ შორის ბარსელონასა და მანჩესტერ იუნაიტედის საფეხბურთო კლუბებს. ყველაზე ცნობილ ფეხბურთელებს, კალათბურთელებსა თუ ჰოლივუდის მსახიობებს ვიღებთ სარეკლამო კლიპებში. ეს იაფი არ ჯდება, თუმცა ჩვენ გვიღირს. ცალკე ხარჯია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჟურნალისტების პერიოდულად სტამბულში ჩაყვანა და კომპანიის სტრატეგიის გაცნობა. მათი ჯგუფური ფოტო პრეზიდენტ ქოთილთან სწორედ ამ სტრატეგიის ერთი ნიუანსია. ეს ის Turkish Airlines-ის სიმულატორები, აქ პილოტები გადიან წვრთნას. ბოლო ერთ წელიწადში კომპანიამ 400 ახალი პილოტი აიყვანა ახალი რეისებისთვის, მათ შორის 30 ბერძენი პილოტი გაკოტრებული Olympic Air-ისგან. სხვები კი აქ ვარჯიშობენ. აგადიან ვარჯიშს და ეხლა ჩვენ შეგვიძლია რომ მოვსინჯოთ ჩვენი ძალები, როგორც ახალბედა ფრინავები. ყველა ინსტრუმენტი ჩართულია. ეს უკვე რა თქმა უნდა ჩემმა ინსტრუქტორმა გააკეთა. ჩემი ამოცანაა რომ რული სწორად დაუმიზნო და დავადაბლო თვითმფრინავი, დავწიო სიმაღლეში, როდესაც დავინახო რომ ეს აჭირვა. მთავარია რომ ღერძულა ხაზს არ გადავწდეთ, სწორი ჯარიმა იქნება. მე მგონი ყველაფერი გიგზია. შუაში მოვიქცით ღერძულა ხაზი. გადასასვლელზე ძარემი გადადის. შეგვიძლია დავწდეთ. 30, 20, 10. ცოტა ხაზიდან გადავედით მინდორში, მაგრამ შეგვიძლია უკანვე დავბრუნდეთ. ეკიპაჟი წვრთნას ბორტგამცილებლებთან ერთად სხვა სიმულატორშიც გადის, სადაც კრიტიკულ სიტუაციებში ერთობლივი მოქმედების სტრატეგიას ამუშავებენ. ასეთი სიმულატორები ფასით თვითმფრინავს არ ჩამოვარდება და ნებისმიერი კლიმატური მოვლენის სიმულირება დიდი სიზუსტით შეუძლია. სიმართლე გითხრათ, გაცილებით უარესი ხევაში მოყოლი ვარ, მაგრამ ჩემზე ეს არ მოქმედებს საერთოდ. თუმცა ხალხი დაიცადა. კლიმატური პირობები აღშკარად გავუარეს და ეხლა უკვე ტურბულენტურ ხარის მოძრაობაში გავეხვიეთ, როგორც თქვა ცნობა პილოტმა, ხანძარიც გაუჩნდა ყველაფერთან ერთად ფრინავს და აღშკარად განმუხტვის ზონაში ვარ. იმიტომ რომ როდის მომიწევს მეთქი რომ ჩამოვარდება ვიღაბი. ჩემთან არ ჩამოვარდა მაინც და მაინც. ერთადერთი რიგია მთელ თვითმფრინავში, სადაც არ ჩამოვარდა ეს ვიღაბი და მაინც და მაინც მე აღმოჩნდი იქ. ასე რომ მე ფაქტურად დავიღუპე. იმიტომ რომ ცივი მასები შემოვიდა თვითმფრინავში, აერი არ არის, მე წესით გაგუდული ვარ. რა ვექტორები განსაზღვროს დღეს გლობალურ კონკურენციას ავიაბაზარზე? ახლა გიორგი კოდუა გვეტყვის, რომელსაც საკუთარი ავიაკომპანიაც აქვს და უცხოური ავიაკომპანიების მართვის გამოცდილებას, როგორც აფრიკაში, ისე შუა აზიაში და ჩვენ რასაც ვხედავთ ქართულ ბაზარზე, ეს არის რომ მოულოდნელად ძალიან ბევრი ავიაკომპანია შემოვიდა ამ ძალიან პატარა ბაზარზე, მაგრამ ხედავთ იმასაც, რომ თქვათ ქართულმა ავიაკომპანიებმა და პირველ რიგში აიზენამ, რომელსაც ლიდერის როლი ეჭირა და საცხადებს, რომ გაკოტრების პირას არის. ეს კარგია თუ ცუდი? როდესაც მთელ საქმეს ასრულებენ უცხოური ავიაკომპანიები და შემოდიან დიდი რაოდენობით. გამარჯობათ, მოგესალმებით.
პირველ რიგში ჩვენ უნდა გავითავისოთ საქართველოს ქვეყანამ, რომ რა სტრატეგიაზე უნდა დავდგეთ, ანუ რა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია. ჩვენ როცა მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თუ დამოუკიდებლობაზე შენარჩუნებაზე არის ლაპარაკი, ანუ აქ მე გულისხმობ დამოუკიდებელი განვითარება, დამოუკიდებელი, ანუ ზრუნვა ჩვენ ტურისტებზე, რომ ტურიზმი განვითარდეს, ან საჭირო არის აქედან გამომდინარე ტარიფების კონტროლი, იმიტომ რომ როცა არის სხვა კომპანიები, სხვა კომპანიის ხელმძღვანელობა აკონტროლებს ტარიფებს, ანუ ვეღარ ვერევით ჩვენ, ანუ ქვეყანა. ხო, თუ არის კონკურენცია, მაშინ ბაზარი და კონკურენცია განსაზღვრავს ამ ტარიფებს. იცით რა კონკურენცია არ არსებობს მათთვის, უკვე კონკურენცია აღარ არის, კონკურენცია არის მაშინ, როცა არსებობს ლოკალური გადამზიდავი და სხვა კომპანიები, რომლებიც შემოდიან. ჩვენ მივესალმებით, მე პირადად ყოველთვის უყურებ ამ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში ავიაკომპანიების ზრდის მიხედვით, ძალიან კარგი მისასალმებელია ეს, რომ რაც მეტი კომპანია შემოვა, მით უფრო, ანუ ჩვენ უნდა შევეგუოთ მაგას, რომ ხდება გლობალიზაცია და ხდება ჩვენი ინტეგრირება მსოფლიო სივრცეში. და აქედან გამომდინარე ლუფთჰანზას შენ ვერ მოერევით, რაც არ უნდა ვთქვათ, აი ეს არასწორი მიდგომაა. აი უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ლუფთჰანსას ვერ მოვერევით გერმანიაში. დიახ. აქ ლაპარაკია საქართველოს ლუფთჰანსას არ აქვს პრეტენზია მომერიოს საქართველოში. არ არსებობს ავიაკომპანია, რომელმაც თქვას, რომ აი მე მოვერევი სიტყვაზე Turkish Airlines მოერევა ლუფთჰანსას, ხო? აქ არსებობს ეს არის ცალკე სამყაროს ავიაციო, სადაც არსებობს ძალიან დალაგებული, ძალიან მოწესრიგებული და დიდი კონკურენტული სფერო, სადაც ხდება გამიჯვნები, სადაც ხდება პარტნიორებთან ურთიერთობები, ძალიან დიდი კომპანიაც ხდება, ძალიან პატარა კომპანიის პარტნიორი, ანუ აქ არის საბოლოო ჯამში მაინც ადგილობრივი გადამზიდავის, ძლიერი გადამზიდავის ყოფნა ბაზარზე ეს არის სტრატეგიული ამოცანა. რატომ? ჩვენ თუ გვინდა რომ ზავისთვის რა მნიშვნელობა აქვს? იმიტომ ჩვენ თუ გვინდა ვაკონტროლოთ ტარიფები, იმიტომ რომ ტარიფები ხანდახან არის მაღალი და ვერ აკონტროლებს ტურიზმის სიტყვაზე შემოდინება, შეიძლება უცებ აიწიოს ფასები და როცა სიტყვაზე ტურისტული სააგენტოები ვეღარ თხოვენ უცხო კომპანიებს, იმიტომ რომ მათი ადმინისტრაცია სიტყვაზე ავიღოთ, მოდი Turkish Airlines, ხო? თურქეთის ავიახაზების სტრატეგია განპირობებულია სტამბულში, როგორი კლიმატი უნდა ჩამოყალიბდეს თურქეთის სახელმწიფოსთვის და ტურიზმისთვის. ანუ თურქეთის ავიახაზები, მოდი ერთმანეთს შევჯეროთ, რომ მუშაობს ჯერ თავისი ქვეყნისთვის, ხო? და თავისი ბიუჯეტისთვის და თავისი ტერიტორიისთვის, რომ მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ტურისტი თურქეთში, ანტალიაში, ზღვაზე თავის და შემდეგ ხო, რა თქმა უნდა, დაამატოს თავის სავარძლები, დაამატებით მე პლუს კიდე ერთი ეფექტი აქვს ამას, რომ შესაძაც შენ ვთქვათ, შენს ავიაკომპანიას ის არის ძლიერი, ის არის გარეთ გასული, ბევრს ხარჯავს ვთქვათ პრომოუშენზე, რეკლამაზე. მისი სახელი უკვე ხდება როგორც ადგილობრივი ქვეყნის ეკონომიკის ტურიზმის ბაზრის ნებისმიერი სხვა სავიზიტო ბარათი, ესეა თუ არა? და მეორე კიდე მე ახსენე უკვე ეკონომიკურად, რომ ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ტარიფები და ეს გამოიწვევს თუ ჩვენ გვეყოლება ჩვენი საკუთარი ავიაკომპანია, ანუ კონტროლი ტარიფების და ეს მიწემს ბიზნესს, რომ ტურიზმი უფრო გაძლიერდეს და ჩვენ ხელში იყოს მართვა ამ ტურისტების შემოდინების და მეორე კიდე ჩვენ თუ გვინდა, რა თქმა უნდა, გვინდა და მე ხედავ, რომ ხდება სერიოზული რეკლამირება საქართველოს საზღვარგარეთ, ერთ-ერთი ეს ნიშანი არის ავია ბრენდი, რომელიც ავიაკომპანია უწევს ქვეყნის რეკლამირებას. მაგალითად, ავიღოთ ქვეყნები სინგაპური, ბევრს უცნობი იყო ეს ქვეყანა, ძალიან შორს არის 12 საათიანი ფრენაა მინიმუმ, აი ყველაზე უფრო ნორმალური ცივილი ქვეყნიდან სინგაპურის ტერიტორიამდე, მაგრამ იმის შემდეგ, როცა სინგაპურ Airlines ჩამოყალიბდა, სინგაპური გააკეთა ეფექტური სარეკლამო კამპანია. რა თქმა უნდა, Airline-მა გააკეთა და არა ქვეყანამ, ხო? Airline აკეთა თავის ბრენდირებას. ინტერესი წამოვიდა უკვე. ინტერესი წამოიღო მე ქვეყნისკენ. იგივე ყატარი არის ძალიან პატარა ქვეყანა, ხო? სადაც მოხდა სერიოზული ავიაკომპანია ჩამოყალიბება მთავრობის მიერ და სტრატეგიის შედეგად მიიღეს ის, რომ დღეს მსოფლიოში ყველა მიწის ყატარი სად არის. ძალიან კარგი რეკლამა. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო. ეს მიმოხილვა რეკლამის შემდეგ თქვენი საყვარელი რუბრიკა იყიდება ყველაზე იაფი ავტომობილები და მერკური ბიზნესის უმსხვილესი დაჯილდოება, რომელსაც მთავრობა წელს მეორედ დღეს მართავს. დაგვრჩებით. ბიზნეს კურიერს ტრადიციული რუბრიკით განვაგრძობთ, რომელშიც ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩამორთმეულ ქონებას წარმოგიდგენთ ყველაზე იაფ ლოტებს, ამჯერად ავტომობილებს. რუბრიკაში იყიდება. მინდა წარმოგიდგინოთ საუკეთესო შემოთავაზებები ავტომობილის მსურველებისთვის. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით რუსთავის ბაზრობაზე. ეს არის კავკასიის ავტოჰაუსის ბაზრობა.
მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე მანქანა ავტომობილი, რომელიც ამ შაბათ-კვირას გამოვა აუქციონზე. მაგალითისთვის დავიწყოთ ამ Volkswagen-ით, ეს არის Volkswagen Passat, რომლის გამოშვების წელია 1999 წელი. მისი საწყისი ფასი 4000 ლარია. გადავინაცვლოთ შემდეგი ავტომობილისკენ, ეს არის Nissan Sunny. ეს ავტომობილი საკმაოდ ახალია, ეს არის 2008 წლის გამოშვება, მისი ფასი შეადგენს 3800 ლარს. ოღონდ მინდა გავაფრთხილო მსურველები, რომ მას მოყვება იპოთეკა. და დეტალებისთვის შეგიძლიათ შევძანდეთ e-auction.gz-ზე და იქ უფრო დაწვრილებით ნახავთ ამ მანქანის შესახებ ინფორმაციას. ასევე საინტერესო შემოთავაზება გვაქვს 3000 ლარად BMW 520, რომლის გამოშვების წელია 1995. ვისაც აინტერესებთ შედარებით იაფასიანი ავტომობილები, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ Ford Sierra, რომლის ფასი არის 550 ლარი, გამოშვების წელი არის 1988. ეს არის Audi A6 2000 წლის გამოშვება, მისი ფასი შეადგენს 5500 ლარს. ასევე საინტერესო შემოთავაზება გვაქვს Mercedes-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილზე არის საბანკო იპოთეკა, ის მაინც კარგ ფასში გვაქვს წარმოდგენილი, მისი ფასი შეადგენს 3000 ლარს, ეს Mercedes-ი არის 2001 წლის გამოშვება. ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების მერკური 2012-ის გამარჯვებულებს დღეს 18 ნომინაციაში დაასახელებენ, მათ შორის წლის დამსაქმებელსა და წლის ბიზნესმენს, რომლებიც ინტერნეტში სახალხო ხმის მიცემით უნდა გამოვლინდეს. წელს კონკურსში 50-ით მეტი ჯამში 500 კომპანია მონაწილეობს. ორგანიზატორები კი ეკონომიკის სამინისტრო, საინვესტიციო სააგენტო, სავაჭრო პალატა და კავკაზუს ონლაინი. საკმაოდ მასშტაბური არის წლის მეწარმეც და წლის სასურველი დამსაქმებელი სწორედ მოსახლეობიდან უნდა მოდიოდეს, ამას ვერც ჟიური ვერ გადაწყვეტავს და ვერც ექსპერტთა ჯგუფი და ძალიან მნიშვნელოვანია თუ ამა თუ იმ პიროვნებაზე თვითონ ხალხს რა წარმოდგენა აქვს და რამდენად მათთვის სასურველი პიროვნება ან რა სასურველი კომპანია არის. თითოეულ ნომინაციაში არის 3 პიროვნება შერჩეული, ხოლო გამარჯვებულს უკვე დღეს 8 საათიდან გავეცნობით. ახლა კი დროა შევიტყოთ რით გაგვიმასპინძლდება დღეს შუადღეს, ადილობის დრო მოახლოვდა და გადაცემაც რამდენიმე წუთში იწყება. დეტალებს მისი წამყვანები გვეტყვიან, როგორც ყოველთვის მოგესალმებით. ძალიან გემრიელი დღე გვექნება დღეს ალბათ თუ ხედავთ არის. ძალიან გემრიელი იქნება. მრავალფეროვანი. ხო, ვაცხობთ, დესერტს ვაკეთებთ, მოკლედ დესერტი იქნება შოკოლადი. და მარწყვი. მე პირველი მეორე უფრო მაინტერესებს. და რომელი გაინტერესებს? პირველი მეორე იქნება კარტოფილის ცომის, გადავარქვათ ბურთულები ან დამპლინები, შიგნით არის ხორცი, ძალიან გემრიელი და ბეკონის соусით მოსხმული მოკლედ სასწაულებრივი. სასწაული კიდე გვექნება ხვეულა, ჩვენ ცომს ხედავთ ალბათ აქ, ხვეულა გავს ხაჭაპურს და გავაკეთებთ მას ეკალით. ეკალით და ამ ფერადი ზეთის ხილით. ძალიან გემრიელი. მე მგონი სადესერტო ინგრედიენტებსაც ხედავ მე. კი, მარწყვი, ლიმონადს ვერ ხედავ, ლიკა, ლიმონადს გავაკეთებთ, პიტნა. აბა რა მწვანე ფანტასტიკური. ისე არ შემიძლია არ აღნიშნო, რომ 13 მაისს იხსნება ფანტასტიკური ნიუ-ორლეანული სალონი ბარნოვზე 35 ნომერში ზაზანოვა ესე ერქმევა, სადაც იქნება არაჩვეულებრივი გამოფენები, სასწაული მხატვრების, ასევე მუსიკალური საღამოები ძალიან კარგი მომღერლებით. ფაქტიურად სახლში შევდივარ და უიაფესი, რაც მთავარია, წეღან მენიუს გადავხედე და უიაფესი აკაკი და მე მგონი რომ ახალი ბუდე გვექნება შუადღეს. თავარი და გავიწყდა. ნიუ-ორლეანური საჭმელი. რაც მთავარია, ეგ შენ უნდა გეთქვა, მე რეკო. მოკლედ დღეს არ ინდობთ მაყურებელს, სრული მენიუ გაქვთ და მარტო დასახელებაც კი უკვე ნერწმის მომგვრელი, ასე რომ უყურეთ შუადღეს, იქნებ თქვენს გადმოიღოთ რამე და მოასწროთ და ამ სადილად მიირთვათ. შემდეგ შემოდით Facebook-ზეც, ჩვენს გვერდზე, ან ახლავე უბრალოდ დავამიზნეთ თქვენი smartphone-ი ეკრანს, აი აქ, ჩვენს QR კოდს და ახლავე მოხვდებით იქ. მე კი ამ დროს დღის არაფერ მომენტებსაც გეტყვით. მას ასე, სულაც არ არის აუცილებელი გქონდეთ სასტუმრო, რომ ტურიზმიდან მაქსიმალური შემოსავალი მიიღოთ. ამჟამად ამას ყველაზე უკეთ რესტორნები ახერხებენ, მოიფიქრეთ თქვენს რაიმე სერვისი ან პროდუქტი და ისარგებლეთ ტურისტთა მზარდი რაოდენობით, მათ შორის იაპონიიდან მალე. აგრეთვე გქონდეთ მოლოდინი, რომ ავიაბილეთები გაიაფთება და ტურისტი თქვენს გახდებით, რადგან კონკურენცია ავიაბაზარზე ძალიან სწრაფად იზრდება. მეორე შაბათამდე გემშვიდობებით, სარფინად გამოიყენეთ ეს უქმეებიც. ნახვამდის.